გაცურო 4 კილომეტრი, ამოხვიდე და 180 კილომეტრი ველოსიპედით გაიარო და მე ეგრევე 52 კილომეტრი ირბინო. ანუ ეს ყველაფერი ხდება ერთად. შენ ეს რომელი უფრო დიდი დაბრკოლება იქნება შენთან ჩელენჯი, მენტალური მხარე თუ ფიზიკური მხარე? პირველი კვირა იყო და რაღაცა რომ აი შია საჭველი ღამე ანუ აღარ ვჭამდი და უკვე როგორ ვიყავი აი რაღაცა შია და ეხა პირიქით მაქვს პრობლემა. აღარ მინდა ამ საჭველი, ანუ 3500 კალორია, რომელსაც ახლა შენ საშუალო ყოველდღიურად იღებ, უმრავლესობა ადამიანისთვის არის 1.5-ჯერ მეტი ან 2-ჯერ მეტი მათი ყოველდღიური საჭიროების. იქ რო ვირმე მთელი ეს სტრესი მექნება, რა თორე მიყურებს ახლა რო დავეწერას. მე საერთოდ არ გაგახსენები და ეგრეც არის შენ. რა არ გავჩვენეცადი რაზე ვიფიქრე, ნაუშნიკი მე არ მეკეთება, ანუ არ შეიძლება და აი ჩვენიცადი რაზე უნდა იფიქრო? ყველაფერზე ვიფიქრებ, ალბათ ჩვენი პირველი დღის საუბარს გავიხსენებ. კარგია, ჩვენიერი. გიგი, შენ ახლა იმზადები ზაფხულისთვის ისეთი ჩელენჯისთვის, ფიზიკური და მენტალური, რომელიც სოფლიოს ძალიან ცოტა პროცენტს გამოუცდია და ვისაც გამოუცდია, მათაც ზართულად აქვს საქმე პროცესში. ხო, არც ადოდ. მოგვიყავი რასაკეთებ? რისთვის ემზადები? მოკლედ ახლა ვიწყებ არა, დაწყებული მაქვს უკვე აირონმენისთვის მზადება, რომელიც საქართველოშიც რო გავიკითხე, მაქსიმუმ 10-მდე ადამიანი არის აირონმენი. ან ვისაც ვკითხე, ან 2-ზე მეტი ვერ მითხრა, მაგრამ ჯამში 10-მდე იქნება ალბათ რა, მთელი ამ ხნის განმავლობაში და აირონმენი ნიშნავს, რომ ესე ვთქვათ, აირონმენის ტრიათლონი არის ივნისის ბოლოში, რომელსაც უნდა გაცურო 4 კილომეტრი, ამოხვიდე და 180 კილომეტრი ველოსიპედით გაიარო და მე ეგრევე 52 კილომეტრი ირბინო. ანუ ეს ყველაფერი ხდება ერთად 17 საათში და მოკლედ მიზანი არის რომ გადარჩია და 17 საათში ჩაეტია. სტატისტიკა იცი, რამდენ ადამიანმა დაამთავრა, ვინც დაიწყო? არა. დარწმუნებული ვარ, მაღალი არ იქნება სტატისტიკა. ხო, ისეთია რა, ანუ რაც მე მოსმენილი მაქვს და ისა, ბევრი ეცემა საერთოდ, ანუ აი ბოლო 52 კილომეტრის სირბილი რო იწყება და ზოგი კიდე ველოსიპედზე ესე რომ მიდის, ეხლა ჩემიც აღმართზეა რა, 3 კილომეტრი, შეიძლება ვეღარ გაკაჩო რა, იმიტომ რომ თან რო უცურავ, თან რო იმოშვები, თან რო ეს ყველაფერი ერთად რო ხდება, არ გაგდატესტილი შენი თავი რეალურად. და რაღაცა არ ამქვეყნიური რიცხვებთან გვაქვს საქმე. 4 კილომეტრი ცურვა, 4 კილომეტრი ბევრს არ ჟღერს, მაგრამ ვინც ცურავს იცის 4 კილომეტრი რამდენია? თან ოკეანეში და თან ხალხი 2000 კაცთან ერთად შედიხარ რა, ანუ ესე არ არის რომ აი რა ვიცურავ, ანუ ოკეანე ტალღებია. შემხას მიუყვები და რა შემეხება. გეხებიან ეს რა მარჯვენა კი ყველა. 180 კილომეტრი ველოსიპედი, ანუ ზოგადად 180 კილომეტრი ძალიან დიდი რიცხვია. ეხა ყველაზე მეტი სადამდე ხარ მისული, რამდენი ველოსიპედი უწყვეტად? ეხა მოკლედ საათი და 35 წუთი დამჭირდა რომ 40 კილომეტრამდე ავსულიყავი გუშინ მოხსენე ეგ რეკორდი რა და ანუ 40 კილომეტრი საათ ნახევარში. და წარმოიდგინე, ანუ 180 კილომეტრი მეთქი, ანუ ესეთი უნდა გავაკეთო 4-ჯერ და კიდე 20 კილომეტრი და თან აღმართზე. თან უწყვეტად, იდეალურ შემთხვევაში. ხო, ანუ კი, არა, იქ არ შეგი, ანუ ხო რა, მაგდენი დრო არ გაქვს რა. არ გრჩება. შეგილია გაჩერდე, მაგრამ მე არ მგონია რომ გავჩერდე, გავიქცე. ჩემი გამოცდილებით ტრიათლონის საბავშვო ვერსია მაგასაც ჯერებით გამკეთებია 500 მეტრი ცურვა, შემდგომ 10 კილომეტრი ველოსიპედი და 5 კილომეტრი სირბილი. ეს არის საბავშვო ბაღი, მიუხედავად იმისა, რომ პროცესში მოუკვდი ადამიანს აღარ გავდი, მაგრამ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი იყო, თითქმის მოუმზადებელი დავიწყე და იდეალურია შენ რა ნამიჯებსაც დგამ, დაიწყე ეს ყველაფერი კარგა ხნით ადრე. იდეალურ შემთხვევაში დაიწყებდი 20 წლით ადრე, მაგრამ მაგ ხელა საერთოდ არ ხარ. რომ დაგეწყო მაგაზე ფიქრი და მოუმზადებელი დაწყებულზე ჩემთვის ერთადერთი მომენტი იყო A კითხვა გაუძლებს თუ არა ორგანიზმი და B გაუძლებს თუ არა ჩემი გონება. ანუ მენტალური თამაშიც არის პროცესში. მენტალური თამაში ჩემი აზრით ერთ-ერთი თავარი ის არის რა გამოწვევა. იმის მიუხედავად რომ ანუ შე რაღაცებს ზოგჯერ ფიქრობ რომ შეგიძლია გავაკეთო. კი ეს რაღაც, მაგრამ იმ მომენტში შეიძლება ვთქვა რომ აუ მე მგონი ვეღარ და დავნებდი. აი ვარჯიშის დროსაც ეგ არის რა. რომ მირბიხარ, აი ხო არ გავჩერდე და გავიარო ცოტა, მაგრამ რეალურად შეგიძლია ბევრად მეტი რა, შენ გონება უნდა დაარწმუნო რომ შეგიძლია. და აი
დარწმუნებაში გაქვს მთელი 17 საათი, იმიტომ რომ აი 17 საათი რომ მიდიხარ, აი უბრალოდ რო იარო 17 საათი, აი უბრალოდ რო აი იარო. ხო ძალიან საშინელებაა ხა. ხო და აი ეს უფრო ბევრად რთულია რა. შენ ეზრით რომელი უფრო დიდი დაბრკოლება იქნება შენთან ჩელენჯი, მენტალური მხარე თუ ფიზიკური მხარე? ფიზიკური ალბათ კი, ფიზიკური, იმიტომ რომ მენტალურად ვფიქრობ რომ ძლიერი ვარ და უფრო გავძლიერდები ამ 6 თვეში რა. ნახე რა არის საინტერესო, მენტალურად ძლიერი ხარ, იმიტომ რომ ამასობაში შენ ცხოვრებაში გადაგიდგამს ისეთი გიჟური ნაბიჯები, რომელიც მენტალურ ძალისხმევას საჭიროებდა. ანუ თითქოს რაღაც ყულობა გაქვს, სადაც მტკიცებულობები გაქვს სავსე. ჩემი ხო, საკუთარ მენტალური მტკიცებულობები. და ვარჯიში რეალურად რას ახლა აკეთებ შენ? არა მარტო ორგანიზმის მომზადებაა, რომ არ დაეცეს და რა სამედიცინო საფრთხეები აქვს, მაგაზე დღეს ვისაუბრებთ. არამედ თითქოს ერთი დამატებითი მტკიცებულობაა, რომ აქამდე შემძლებია. ვიღაცამ შეძლო გავიგე, ოღონდ შეიძლება ის ვიღაცა მე არ ვარ. ანუ შენ რო ეხლა 40 კილომეტრი გაიარე ველოსიპედით, რო გაივლი 180 კილომეტრს სავარჯიშო ნაწილში, ალბათ მტკიცებულობა იქნება, რომ სხვა დროს ხომ მაინც შემიძლია. ეხლა ხო, მაგრამ ყველაზე სასწავლო ამ პროცესში ისაა, რომ 42 კილომეტრი, ანუ არ მომიწევს სირბილი რა, მან იქ არ მივალ. ანუ ყველაზე მაქსიმუმად შეიძლება გავერბინოთ, იქნება 20 ან 25 კილომეტრი ვარჯიშის პერიოდში. და ანუ არასდროს არ მექნება ის, რომ აი 42 გაკეთე მირვენია და იქ უცებ გიწევს ანუ ყველაფრის მაქსიმუმი. ხა ველოსიპედი შეგიძლია რა, რომ ივარჯიშო 200 კილომეტრამდე ახვიდე, სრულად შეგიძლია 4 კი არა, 6 კილომეტრამდე ახვიდე, მაგრამ სირბილი ყველაზე ისეთი ნაწილია, რომელიც არ არის რა, ანუ 42 კილომეტრი რო ირბინო, არაფერს არ მოგცემს იმის მიუხედავად, ანუ რაღაც დაიტრამვები და ბევრად მეტია. ხო და ამიტომაც არ მეწოდინება ეგ როგორ მოხდება. ეს რა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე მაგას არ ვფიქრებდი. ანუ მნიშვნელოვანია რომ შენ ყავს ახლა ადამიანი პროცესში, ვინც მაგას კონტროლებს, გეგმა გაწერილი, იდეალურ შემთხვევაში თავის გამოცდილება ქონია, ვინც გიზიარებს. კი, ვინც გიზიარებს, ეს არის ბექა, რომელიც თვითონ აირონმენი გახდა და ეხლა აქ პრეტენზია რომ რაღაც მედალზე გავიდეს და მოკლედ ისიც ემზადება და ხანახარ უყურებ ეხლა ჩემ ვარჯიში არაფერი არა, იმიტომ რომ აი სულ რაღაც, ანუ სულ დარბის ან ველოსიპედზე ან რაღაცა შვება რა და მითებსაც ვაძლევს რა. აი, მაშინ როგორ ემზადები საერთოდ? შენი ყოველდღიურობა რომ მომიყვე, რას აკეთებ მზადებისთვის? აი, ეგ ბევრი რაღაცა იყოფა, მაგრამ მოდი დავყოფ ორ ნაწილად ალბათ ჯობია რა. ეხლა ვაკეთებ პარალელურად 75 Hz, სადაც მოდი კვებას დავიწყებ, კვებაზე, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც შენ მიხარები მაგ ამბებში, რომ მოკლედ ეს კვება ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია კვება და მაგიტომაც დაგიკავშირდიან მანამ დავიწყებდი ამ ყველაფერს. პირველი შენ იყავი რა, რომ აი კვება უნდა იყოს დალაგებული და მნიშვნელოვანია რა როგორ და რანაირად იქნება. და სხვადასხვა მეგონა რომ კვება იქნებოდა ჩემთვის მარტივი ნაწილი. მაგრამ ეხლა დროთა განმავლობაში აი სულ რომ უნდა ვჭამოს, იმიტომ რომ კალორიები რო აღვიდგინო, როცა აღარ მშია. გუშინ 9 საათზე ვიჯექი და აღარ მშია მეთქი, მაგრამ შენ უნდა ჭამო. მოკლედ, მაგრამ ენერგია მაქვს რა, ანუ ეგ ძალიან კაია ეს ერთი თვე. ანუ სულ მაქვს იმის ენერგია რომ ვივარჯიშო რა, შეიძლება დაღლილი ვიყო მენტალურად, მაგრამ ანუ რო ვარჯიშობ, გზნობ რომ კუნთებში არაფერია შეცვლა, ანუ ისევ ხოძია კუნთები და შეუულია. აი, აქ მეზარება ხოლმე. ხო და ერთი დღე რომ ავიღოთ ესე, მე ვაკეთებ 75 Hz და კიდე დავუმატებ ბევრი რაღაც სხვადასხვა რაღაცები. ერთი დღე როგორ გამოიყურება მაგალითად. დგები, ანუ სადღაც 9 საათზე ეგრევე ვჭამ. მე ძირითადად გავდივარ სარბენად, მაგალითად 1 საათი რო ვივარჯიშო. მოვდივარ უკან, ჩავდივარ ყინულიან აბაზანაში. ყინულიან აბაზანის მერე არა, ლურსნოზე დგები, ყინულიან აბაზანაში ჩავდივარ. მაგის მერე კიდევ ჭამ. მერე უკვე შეხვედრება გვაქვს ხოლმე ძირითადად რაღაც გუნდში რა ხდება, რა შვებით, როგორ შვებით. პარალელურად რაღაც გადაღებები, ედიტინგი ეს შუაში ეგ პერიოდია და თან ანუ სულ ჭამ რა. აი ეგ პერიოდი ჭამ, მერე კიდევ ვამატებ, კიდევ ჭამ, მოკლედ და ამის შემდეგ ხდება ხოლმე მეორე ვარჯიში უკვე, რაღაც 7-ზე, საღამოს 7-ზე.
და ხშირად არის ხოლმე ალბათ ველოსიპედი, უფრო ესეთი რა, 1 საათნახევარი, 2 საათი. 7-დან 9-მდე და მერე არის ხოლმე ნაწილი გააჩნია, თუ არ მიბენია გარეთ და მაგალითად წყალბურთზე ვიყავი ან ჯიმში ვიყავი, 10 საათზე ან 11-ზე გავდივარ გარეთ 45 წუთი დავდივარ. და თან ჭამა მანამდეც არის და მერეც არის და მოკლედ აი ამ პროცესში ვარ, სადაც ამოსუნთქვის საშუალება არ გვაქვს რა, აი რაღაც რო აი მოდი დღეს დავისვენებ, დავწვევი, დავიძინებ, ან ჩამოვსკროლო არა. და პარალელურად ეს რაც დამავიწყდა, თან მკითხულობ 10 გვერდი დღეში, თან მედიტაცია 10 წუთი, თან კიდე რაღაც ჟურნალის წარმოება 1 სურათი დღეში და მოკლედ აი ეს ყოველ დღე მიაკ დაახლოებით ამ ყველაფერს, რაც გასაკეთებელი მაქვს აუცილებლად 6-7 საათი, დანარჩენი უკვე ჩვენი საქმის ნაწილია. ანუ სრული სამუშაო დღის დათმობა გიწევს შენ ფიზიკურ, მენტალურ და ორგანიზმის ჯანმრთელობაში. კი, ყველაფერი მაგით ამაქვს. აი, თუ სწორად გავიგე, შენ იღვიძებ, აკეთებ საქმეებს და შუალედში ცარიელი დროს ავსებს ჭამა. ჭამა, ხო. ეხლა ამას ჭამა და თან ანუ გზაშიც სულ ჭამა, ეგ ჭამის ნაწილი სულ მაქვს რა. ვინც ეხლა ამას ისმენს, შეიძლება გაუკვირდეს. იმიტომ რომ ზოგადად ტრიათლონზე ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის წონის კონტროლი. შენი წონა არ უნდა იყოს ზედმეტი პროცესში, რაც დაგამძიმებს გაზრდის ტრავმების რისკს, საერთოდ შეამცირებს ალბათობას, რომ ბოლო ფინიშამდე მიხვალ და კითხვა ისმის, რატო გიწევს ამდენი ჭამა? და ეგ კითხვა შენს გაგიჩნდებოდა პროცესში და გაგჩენია და მე გითხარი, რატო, ანუ ესე აღარ უნდა მშევდეს და მაინც უნდა ვჭამდე? ანუ აღარ მინდა. და ყოფის ნაწილი ყველა მიზანს აქვს თავისი დაბრკოლებები. და ძალიან საინტერესოა, რომ იცოდეს მაყურებელმა და მსმენელმა, რატო გიწევს ამდენი ჭამა. იმიტომ რომ შენი ყოველდღიურობა არის კრიტიკულად დატვირთული ათლეტის დატვირთულობასთან მიახლოებული, ვინც შეჯიბრისთვის ემზადება და შენც რეალურად შეჯიბრისთვის ემზადები ამ აირონმენისთვის. როდესაც გიწევს დღეში მინიმუმ 2 ვარდში თუ 3-ჯერადი არა. 2-ან 3-ჯერ, ხო. და ამ დროს შენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გამოყვება ორგანიზმი, გარდა იმისა, რაც დაგჭირდებოდა შენი სასიცოცხლო ფუნქციისთვის, გამოყვება ყველაფერი, რაც გიწევს დღის განმავლობაში გააკეთო, მათ შორის მუშაობა, მათ შორის გონებრივი დატვირთულობა. აქ მივდივართ წერტილამდე, სადაც ვარაუდობდით აქამდე, რომ შენი კალორიული საჭიროება იქნებოდა სადღაც 3500 შუალედში. და გავაკეთეთ არაპირდაპირი კალორიომეტრია, რომელიც ყველაზე ერთ-ერთი ზუსტი მანიშნებელია, რამდენ კალორიას წოვს შენი ორგანიზმი. მოგვივიდა რიცხვი 3227. ამას პლუს კიდე ემატება ჭერი. ის ჭერი, რომელსაც ავყავარ, დაახლოებით 4000 კალორიამდე შენ აწი პროცესში, როგორც მოგიწევს გაზარდო დატვირთვა. ეს არის წერტილი და 3500 კალორია, რომელსაც ახლა შენ საშუალოდ ყოველდღიურად იღებ, უმრავლესობა ადამიანისთვის არის 1.5-ჯერ მეტი ან 2-ჯერ მეტი მათი ყოველდღიური საჭიროების. ხო. და აი აქ იცვლება უკვე პირამიდა, როგორ ვფიქრობ ჩემ კვებაზე. ანუ კვება შენთვის არ არის წონა და ვიკლო, რომელიც პროცესში დაგჭირდება და თან ამასობაში დაგკვირდი, რომ ცხიმოვანი მას აუცილებლად დაგაკლდება. მიუხედავად 3500 კალორიის, რომელიც ყოველდღიურად იღებ, ვარაუდობ და ვეჭობთ, რომ შენ ისევ კალორიულ დეფიციტში ხარ, ამას გვანიშნებს შენი მცირედი წონის კლება პროცესში, რომელიც არ უნდა გაიზარდოს ჯერჯერობით და ამასობაში ამას გვეუბნება ის მონაცემები, რაც ავიღეთ. ამასობაში შენ შეგრძნებები. ეხლა მითხარი, თავიდან მქონდა პროცესი, სადაც თან ვარჯიშზე გადახვიდოდი, ვიღებდი დაახლოებით 2500 კალორიის შუალედში. ხო. როგორ ჭამდი აი ეს ერთი თვე, რა განცდები იყო, რა დაბრკოლებები იყო და ეხლა რა დაბრკოლებებთან გიწევს გამყოლება. კი, კვების ნაწილში. თავიდან იყო ხო, აი უფრო არა, თავიდან მშვენიერი იყო იმ ხრივ, უბრალოდ შიოდა ხოლმე რა, ეგ დეფიციტი მქონდა, ანუ საჭველი აი სულ მინდოდა რა და ეგ თავიდან პირველი კვირა იყო და რაღაცა რომ აი შია საჭველი ღამე ანუ აღარ ჭამდი და უკვე როგორ ვიყავით აი რაღაცა შია და ეხა პირიქით მაქვს პრობლემა აღარ მინდა ამ საჭველი ანუ იმდენია რომ უკვე დოპამინი ხო იცი ანუ მანამდე იყო რომ აი საჭველი უკვე მაბედნიერებდა რა და ეხა უკვე აი ეხა კიდე შეჭამ მაგამდე ვერ მივდივარ რომ აი ეხლა საქმეს დაემსგავს ეხა ხო ეხა არის რომ აი ჭამე მაგალითად რაღაცა პორცია, ნახევრამდე მივედი, ცოტა ხანი გამოვიარე, გავაგრძელე ჭამა რა და ეგ არის კაკრას აი ეგ საქმის ნაწილი რა, რომელიც აი აღარ შემო რა უნდა ჭამო რა. ამ წერტილში გადავედით ბოლო 3 კვირა, ალბათ 3 კვირა, სანამ მივედით იმ წერტილამდე, სადაც თქვი რომ აი всё, არ მყოფნის კი არა, მეც ვეღარ ჭამ და ჩვენ მიზანიც იყო ეს. ანუ იქამდე გაგვეზარდა კალორიები, სანამ ამ წერტილში არ მოვიდოდით, იმიტომ რომ ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია რომ
დაგვაკლდეს თუ დაგვაკლდება უბრალოდ დაგვრჩეს ვიდრე დაგვაკლდეს. იმიტომ რომ ეს განცდა რაც გქონდა რომ საჭმელს ელოდებოდი არ არის მარტო მშია და ემოციურად მინდა რაღაც ჭამო. ეს არის შენი ფიზიოლოგიის და ორგანიზმის ყვირილი ენერგია მაკლია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი რაც ათლეტებს აქვთ მით უმეტეს ვინც ესე კიჟურად ვარჯიშობს არის ენერგიის შედარებითი დეფიციტი. რაც ნიშნავს რომ ათლეტმა შეიძლება კალკულაციებით ჭამოს იმდენი რამდენი ჭირდება, მაგრამ იმიტომ რომ არაადეკვატურად დიდი რაოდენობით კალორიებს წვა ვარჯიშისას და ამასობაში ხდება ხარჯვა მერე აღდგენის პროცესში, იმიტომ რომ მეორე დღეს იგივე საკეთებ. აი ეს გაზრდილი კალორიული რაოდენობა შეიძლება ისე ჩამოცდეს შენ სასიცოცხლო დაუცილებელ კალორიებს, რომ წავიდეს სუფთა ფიზიოლოგიურად, აი სასიცოცხლო ფუნქციებზე წასული ენერგიის დეფიციტი. რაც ნიშნავს რომ შენი უენერგიობა, ამასობაში შენი მენტალური ჯანმრთელობა, რომ აი აპათიას აღარ მიხარი არაფერი, აღარაფერს თავი აღარ მაქვს. ეს არ არის მარტო ნიშანი, რომ რაღაცეები ემოციურად გაგვექცა, ნიშანია რომ ფიზიოლოგიურად ორგანიზმი ყვირის. აქ სადაც გაგვიმართლა პროცესში ჭყალებში არის ის რომ შენ გაქვს Y ქრომოსომა და რა X-ი. ანუ ქალი რომელიც ამ ვარჯიშებს გადის და ის შეფარდებით დეფიციტი იქ პირდაპირ აისახება ყოველთვიურ მენსტრუალურ ციკლზე, პრობლემებზე, ემოციაზე, ლიბიდოზე. აქ ჩვენ რაღაც გასაქანი მაინც გვაქვს, მაგრამ ყოველთვის ყოველ ჩართვაზე რა კითხვას ვიწყებთ, როგორ ხარ, სად გიჭირს და სად გაკლია. აქამდე იყო ეს საუბრები. ეხლა მიდის, აბა, სად ვეღარ ჭამ? სად გამედილით, ხო? და აი ეს გადართვის წერტილი მინდოდა, რაც მან დამდგარიყო. ვისურვებდი, რომ კიდე ადრე დამდგარიყო. იმიტომ რომ ეს გადართვის წერტილი მამშვიდებს, რომ შენ ენერგია გაქვს იმისთვის, რომ იარსებო და ფიზიკურად აქტიური იყო და ამასობაში ის პრობლემაა, რომელსაც უნდა ვებრძოდეთ. ანუ პროცესში აუცილებლად იქნება დაბრკოლებები. უბრალოდ ახლა ჩვენ ვირჩევთ, რომელ დაბრკოლებას ვებრძოლოთ. არა, მაგრამ ეხლა ძალიან მაგარია ის ამბავი რომ იმის მიხედავად რომ სულ ვარჯიშობ და მართლა ძალიან აი ბევრ რამეს ვაკეთებ რა მაგის მიუხედავად ჩემი ორგანიზმი აი არასდროს არ ყოფილა რომ აი დაიღალა რა და ეგ გონი ეგ არის ყველაზე დიდი დამსახურება აი კვების ნაწილი რაც ვფიქრობ რომ ხო რა ძალიან მნიშვნელოვანია და სულ მინდოდაც რა სხვა შორის რომ აი მოდი ახლა ავიღებ და ვეცდები რომ აი ისე ვიკვებო როგორ რაც ჩემი ორგანიზმისთვის საჭიროა რა და რაშიც ნუტრიციოლოგი ეხმარება რომ აი მართლა რა გჭირდება და რა მიზანი გაქვს და ეს იმდენად რაღაც რო იცი უკვე გონებითაც რომ აი ეს უნდა გააკეთო ანუ მე ეგრევა რომ ანუ კაი ეს თუ ვიცი ეს კაია всё ანუ ეხა რამდენი ხავით გავიდა ერთი თვე ხო გავიდა სადღაც და ერთი დღეც არ ყოფილა რამის სხვა რომ მიჭამოს ანუ ახლა აღარც ადრე კიდე იყო რომ აი სუფრაზე დავჯდებოდი და აი ის რაღაცა ხაჭაპური მიყურებდა და ეხა ანუ აღარც ხაჭაპური აღარ მიდევით ჩემი საჭმელი მაქვს აქ და საკმაოდ გემრიელი რა ეგეც ანუ მეორე კუთხით რა შეხედო ყველას გონია რომ რაღაცა მაგრამ ანუ ყველა მაკარონი რომ მიყვარს მაგასაც ვჭამ ისიც რომ მიყვარს მაგასაც ვჭამ და ბევრი ფლექსიბილიტი მაქვს მაგ იმაში და ეგ ძალიან მაგარი ის არის რა. ეხლა შენ შეხედა ძალიან მნიშვნელოვან წერტილს გემრიელი უნდა იყოს. ოღონდ ეს გემრიელი ყოველთვის თავისებურია და შენ გემოებს რომ მოერგოს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველას ჩანს აი ყვება გონია უმარილო მოხარშული უგემური. ეგ არც წონის კლუბის გზაზე არ ამართლებს და მით უმეტეს არც წონის მატების გზაზე. წარმოგიდგენ რამდენად ადრე მოგვიზრდება ყვება, როცა სანელებელი აკლია, შენ გემოზე არ არის დასმული, მოხარშულია ყველაფერი. ანუ რეალურად მოხარშულის ბრინჯი და მოხარშული ქათმის კულტი შემოვიდა ფიტნეს სამყაროდან, წონის კლუბის სამყაროში. და ძალიან საინტერესო კითხვაა, რაში ჭირდება საერთოდ ადამიანებს, ვინც წონის მატებას ცდილობს, მათ შორის კონტური მასის ხარჯზე, მოხარშული ბრინჯი და მოხარშული ქათამი, მაშინ როცა ყველა ნუტრიენტს თავისი ადგილი უჭირავს და პირიქით გირთულებს საქმეს. ხო. და სიხალასეს აკლებს კიდე პროცესს და ამდენი სტრესის ატანა რო გიწევს და ვარჯიშიც სტრესია. შენ წარმოვიდგინე კვების დეფიციტის სტრესი და ჭამა აღარ მიხარია სტრესი. ხო. იმიტომ რომ რეალურად სტრესი რა გაქვს. ხო, მაგას დაუმატე კიდე ჭამა გიყვარდა აქამდეც, ხო ესეა? და გიყვარს. კი, კი. ანუ ესეც უნდა იყოს. ადამიანები ეძახიან ხოლმე რომ აი კვებითი დამოკიდებულება მაქვს. ამას ეძახიან, როცა საყოფთან ემოციური კავშირია. არა, ემოციური კავშირი აღარა მაქვს მე. ხო, აი ხან ახე აქ არის მნიშვნელოვანი წერტილი. შენ ისევ შეგიძლია საკვებითი სიამოვნება მიიღო, მაგრამ ნეგატიური ემოციები აღარ გაქვს.
ანუ აი ეს არის ოქროს წერტილი. საერთოდ ემოციები არ მქონდეს ყვებასთან. ეს არის მეორე უკიდურესობა, სადაც უკვე ყვება ხდება ჩემი ისეთი საქმე, რომელსაც დილობოთობით აღარც გავაკეთებ. მეორე უკიდურესობა არის ჰედონისტური ყვება. ანუ მხოლოდ ემოციებზე დაფუძნებულად რო ვჭამ. და სადღაც შუაშია არჩევანი, ანუ ჩემ ევოლუციაში ზის რო საკვები უნდა მიყვარდეს. იმიტომ რომ სანამ მაცივარი შემოვიდოდა და 20,000 კალორია მექნებოდა რაღაც ყუთში დამარაგებული, რაღაცა მჭირდებოდა, რაც მეტყოდა რომ წადი და მოინადირე. არა მარტო გჭირდება, არამედ გიყვარს. იგივე ხდება რეპროდუქციულ სისტემაზე, იგივე ხდება სიამოვნება და გამრავლება, ანუ რაღაცა ევოლუციური რაღაცები ზის ჩვენში და ეხა უბრალოდ შენი ორგანიზმისთვის ეს ვარჯიში შენ ისე რომ ტრიათლონის შემზადები, მაგრამ შენ ორგანიზმს გონია რომ მამონტს მისდევ. ხო, მაგრამ ამბავი ისა რომ ანუ დამოკიდებულება როდესაც ესე აღარა გაქვს საკვებისადმი რა, მაგალითად ჩემთვის აი ადრე რო რაღაც აი ნამცხვარს რო შეჭამდა, აუ რა კაი ნამცხვარია, ხო? ეხა თუნდაც უშაქროზე რო ვარ, ანუ ეხა ჩემთვის აი რაღაც მარწყვი ან ბანანი, ან როგორი ისა პორტოხალი, ანუ ახ რა გემრიელი, ანუ იმიტომ რომ შეიცვალა რა ის რო ანუ ესეც კაია, მაგრამ რო არ შეჭამო ტკბილი, ესეც ძალიან მაგარია რა და ეგ დროთა განმავლობაში ისეთია რა, გამომუშავებადი ძალიან, რომ აი რა მუქანიჭოს ბედნიერება რა. იმიტომ რომ ნამცხვარს თუ ჭამ ყოველდღე რა, ის ბანანი არ იქნება ისეთი რაღაც ვაუ. მაგრამ იმას თუ არ ჭამ, აი ეს ვა რა მაგარი ყოფილა რა. ეგ არის ემოციურადაც და ფიზიოლოგიურადაც. ანუ ემოციური ამბავია, რომ უკვე ბანანის სიამოვნებას მაინჭებს, ტორტი აღარ მჭირდება. ფიზიოლოგიურად არის რეცეპტორების reset ბატონი გადატვირთვა. ხო. იმიტომ რომ წარმოიდგინე დღეს სადაც ტკბილით გაქვს დაბომბილი შენი რეცეპტორები, მე ჭამ ბანანს, რომელშიც ასევე შაქარია ბუნებრივი, ის აღარ განიჭებს სიამოვნებას. დოპამინს აღარ გაქვს. ზუსტად მათ შორის. ან ისეთს განიჭებს, რომელიც იმ პიკს ვერ აღწევს და მაგიტო ის უფრო გინდა. და ეხლა მე ამასობაში მოდის წერტილი, სადაც ეს ყვებას და ემოციებს ერთმანეთსგან ვაშორებ. არ ბოლომდე არ წყვეტ კავშირს, მაგრამ რაც უფრო დაშორებულია, მით უფრო გააზრებულ გადაწყვეტილებებს იღებ პროცესში. შენი აზრით ფასტინგი, ეხლა შენი ფასტინგი, რამე 500 საათი. შენი აზრით ვინც დამოკიდებულია ყვებაზე რა? აი ეგეთი რაღაც სახის, რომელიც ოღონდ რა თქმა უნდა, იქ უნდა იცოდე როგორ გაკეთო როდის რაღაც. შენი აზრით შეცვლის ადამიანის დამოკიდებულებას საკვებისადმი? იგი ძალიან კაი კითხვაა, იმიტომ რომ ეგ ემოციები ჩემთვის არის ძალიან ცხელი. და ამას წინათ განგრძობით სწავლაზე ლექციაზე ჩავატარე თორნიკეს 100 საათიანი ფასტინგის გამოცდილება. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო დასკვნები გავაკეთე. დასკვნები გავაკეთე ის რომ ამ 100 საათიანი გამორთვის პროცესში, სადაც გამოვერთე საერთოდ ყვებას. დავიჭირე საინტერესო ის რომ ადამიანი ზოგადად ესე ვართ, ხო? საუზმეს რო ვჭამთ, უკვე ვფიქრობთ სადილზე რა მექნება და ვახშამის მომზადებული მაქვს. მით უმეტეს თუ მშობელი ვარ, დიასახლისი ვარ, ბავშვს რა ვაჭამო, ქმარს რა ვაჭამო, ხვალ რა მქონდეს საჭმელი. ანუ ისეთ ციკლში ვარ ჩაბმულები, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ეგრეც უნდა იყოს, ვერ გავექცევით, მაგრამ აქედან გამორთვა იყო ძალიან საინტერესო პროცესი. ყველაზე მეტი რაც მიცდი აქამდე იყო 78 საათიანი, ოღონდ არასწორი მიზნებით. მაშინ 5 წლის წინ წონის კლობა იყო ჩემი მიზანი. არასწორად შესრულებული, რის გამოც 58 საათზე ნერვები მიმტყუნა და ვჭამე, იმიტომ რომ მთელი 58 საათი ვიწექი, წყალს ვსვამდი, თურმე საჭიროებდენობით. ხო, ძალიან ბევრი წყალი. თავი მტკიო და გული მერეო და ცხოვრების ხალისი არ მქონდა. ნაცვლად ამას საათიანი დაკვირვებისა, სადაც დავიწყე სწორად, პროცესში ვიღებდი მინერალებს, პროცესში ვსვამდი მაგნიუმს, თავის ტკივილის გარეშე ერთადერთი ამბავი იყო საჭმელი არ მეჭამა. ხო. სხვა შემთხვევაში ძილს კარგად მქონდა, მაგნიუმის და მელატონის დახმარებით, ელექტროლიტებს ვიღებდი, საქმეებს ვაკეთებდი, ლექციებს ვატარებდი, ყველაფერი იყო იგივე, გარდა არ ვჭამდი. და რა თქმა უნდა, უენერგიობა მაწუხებდა, იმიტომ რომ რაღაც ჩელენჯებს გავაკეთე პროცესში, მაგრამ შიმშილის გრძნობა რო გაქრა 48 საათზე, აღარ დაბრუნებულა 100 საათამდე, სანამ ცხურწინ არ დამიდეს საჭმელი. და ეგ ძალიან საინტერესო იყო. ეხლა მთავარი კითხვა შენ რას მითხარი? კვებითი დამოკიდებულება ვისაც აქვს ადამიანს? უნდა გააკეთოს ფასტინგი? დაიხმარება თუ არა? იმიტომ რომ მე რო დავუბრუნდი კვებას, მეგონა რომ იმიტომ რომ 100 საათი არაფერი მიჭამია, აი ახლა ყველაფერს შავიღრი. პიცას გამოვიძახებ, ამას ვიზამ, ამის მოლოდინი მქონდა რომ ორგანიზმი მომთხოვდა. მაგრამ არა. მეორე დღეს ისევე გავაგრძელა კვება როგორც სხვა დროს გავაგრძელებდი და პირიქით უფრო კარგად დავიწყე განსხვავება ემოციური შიმშილის და ფიზიოლოგიური შიმშილის. იმიტომ რომ უკვე რო იცი შენ მეგონება. კიცებულობა მქონდა რომ 100 საათი თურმე ცოცხლობს ორგანიზმი და ეხა რასაც გრძნობ, პირველ კითხვას ვსვამ, ეს ფიზიოლოგიურად მჭირდება თუ ემოციურად მშია? ოღონდ ეს იყო ჩემი დაკვირვება და მიუხედავად იმისა, რამდენს ვკითხულობ, ვიცი პროცესი და პრაქტიკა მაინც ძალიან საინტერესო იყო.
მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ურჩევდი ადამიანს, ვისაც კვებითი დამოკიდებულება აქვს. binge eating-ი რაც არის ერთ ჯერზე ბევრი ულუფის მირთმევა, ძლიერდება ფასტინგის მერე. ანუ ადამიანი, ვინც არასწორად იწყებს, არასწორად აგრძელებს და წონის კლებისთვის აკეთებს ფასტინგს. იცი რატომ გონია ეგრე ხდება? იმიტომ რომ მე მქონდა რა, ეგრე მე გაკეთებული მაქვს 3 წლის წინ 72 საათი. და მე რა აი ეგ ჩამერთო, უფრო მეც ვჭამდი, ოღონდ იცი რატო ვჭამდი? მე აი რაღაც ფსიქოლოგიური შიში მიჩნდებოდა, რომ ეს ბოლო ჭამა რო იყოს, ანუ უფრო მეტი დავიწყე ჭამა მაგისი და მანდ ვიხდი რომ ალბათ ეს იმიტოა რომ ჩემ გონებას ეშინია რომ აი ესეთი რაღაც კიდე გავუკეთო. ზუსტად, იმიტომ რომ ფასტინგი დაიწყე შენ რაღაც მიზნებისთვის, ეს იქნება რელიგიური დაკვირვება, პრაქტიკა. ყველაზე ცუდი მიზანი მან წონის კლებისთვის არის დავიწყო ფასტინგი. მე გავაკეთე ზუსტად მაინტერესებდა და გაწმენდის პროცესი, აი რა შეცვლიდა ჩემში რა და თუ შემეძლო. ეგ შენი მიზანია და შენ ორგანიზმს გონია რომ ყიზილბაშები შემოესვინენ. არის ბლოკადა, საჭმელი არ შემოდის და როგორც კი საჭმელი შემოვა, იწყებს მარაგების შევსებას, რომ მერე ვაიდა რა მოხდება. ხო. ეგ ხო, ამასობაში სოციალური კონცეფცია, ბატონყობის დროს თავადი რაც უფრო ჭარბწონიანი და მსუქანი იყო, უფრო კარგად ცხოვრობდა. და ორგანიზმისაც ცხიმი არის ენერგიის სამარაგო ნაწილი. ეხლა ნახე რა საინტერესო ნაწილში უნდა გადმოვიდეთ შენთან ისევ. იმიტომ რომ ცხიმი არის ენერგიის თავარი სამარაგო წყარო და სიმშვიდე ორგანიზმისთვის. მაშინ როცა ჩვენი მიზანი პროცესში იქნება ცხიმის პროცენტობის კონტროლი და ჩამოწევა მაქსიმალურად, იმიტომ რომ შენ ეფექტურად ივარჯიშო და ბოლო წერტილში ეფექტურად იმოძრაო, რაღაცას თუ ჩამოვწდით, აი ეს ცხიმის პროცენტობა, მაგიტომ მიდიხარ ხა და იკეთებს სხეულის აღწერილობას, რომ მე წონა კი არ მაინტერესებს. მაინტერესებს ცხიმის პროცენტობა სადამდე უნდა ჩამოვიყვანო, რომ წითელი არ აგინთოს. აი, ზუსტად მაგ წერტილში უნდა გავაჩეროთ, რომელიც არ იქნება მარტივი, სადაც წითელსაც არ აგინთებს და ამასობაში მაქსიმალურად მსუბუქად დაიწყებ ფიზიკური ვარჯიში 42 კილომეტრი შენ წონას მსუბუქად ატარებ. ხო, ცხიმი რა გადავა ენერგიებში რა, რომ კონდეს მაგდენი ცხიმი დარჩენილი. ზუსტად, იმიტომ რომ პროცესში ეხა ერთი ამბავი. მაგასაც კითხავ და მორბილები ხო აი ესე არიან. არა აქვს ცხიმი და აი ეგენი როგორ რა აი ესე არიან. ხო, მაგას ფიქრობ აი ცხიმი ხო ვაფშე საერთოდ მორბენალი გახდილი გინდა ხავს? სურათებში ხო? უმეტესობა მორბენლები, მათ შორის ვინც პროფესიონალურად მისდევს, არიან skinny fat, რას ვეძახით? პატარა მუცლის გარშემო ცხიმი მაინც აქვთ ხოლმე. ხო. ანუ ბოლომდე გამხდები არა ხო აი და ამასობაში შენ ვერ ხედავ მათ კანქვეშა ცხიმს. ხო, აქ პატარები რო არიან ალბათ ეგისაა რა. კი, ანუ ეგ ვიზუალი აქვს, მაგრამ აუცილებლად იტოვებენ ჭუენ მორბენლები ცხიმის რაღაც პროცენტობას. და თან შენ რასაც ვერ ხედავ არის კანქვეშა ცხიმი, რაც ვერ ხედავ არის ორგანოთა შორის ცხიმი. ისიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჯამურად ცხიმის პროცენტობა შევინარჩუნოთ. იმიტომ რომ ენერგია გჭირდება. პროცესში 17 საათი იქნები უწყვეტად ვარჯიშობ. ხო. 1 საათიანი სირბილისას რამდენ კალორიას გიწერს რომ წვავ შენი საათი? არ უყურებ ხო რაღაც 400. სადღაც ეგრე იქნება 450. სხვა ბევრი აქტივობაც გექნება იქ, მაგრამ აი გადაამრავლე 1000-ზე. კონსერვატიულად შევხედოთ, 1000-ზე გადაამრავლე. ხო, ანუ ის ველოსიპედზე მქონდა 1000 რაღაცაზე ავედით კალორიულად რა. ანუ შეგვიძლია თამამად თქვათ, რომ სადღაციდან 20000 კალორია უნდა მოიტანოს შენმა ორგანიზმმა ის 17 საათი. და ეხლა კითხვა ისმის, ვაცადო რომ ორგანიზმიდან წამოიღოს? იმიტომ რომ ყველაზე გამხდარ ადამიანსაც კი, მაგალითად გამხდარ ქალბატონს. ორგანიზმის მეშვეობით 100000 კალორია ცხიმი დააქვს. არ მაქვს საუბარი ჭარბწონიან ადამიანზე. ანუ ენერგიის მარაგები გააქვს, მაგრამ სადღაც წითელს აგინთებს ორგანიზმი. მაგიტომ რა უნდა გავაკეთოთ 17 საათის განმავლობაში? ნელ-ნელა უნდა მივაჩვიოთ ორგანიზმი ვარჯიშის დროს კალორიების გარედან მიღებას. ხო. და ეგ იცოდა იქნება მეორე ჩელენჯი. ეს რაღაცეები რომ უნდა დეტალია. ანუ დადგება დრო, სადაც შენ არა მარტო მოგიწევს ვარჯიშთა შორის ყოველთვის ჭამო, არამედ ვარჯიშის დროსაც მოგიწევს ჭამის დაწყება. აი იქნება მეორე. კი, 17 საათი რომ მიდიხარ, ხო, ჭირდება შენ ორგანიზმს რაღაც. ზუსტად. და აი იქნება წერტილი, სადაც ეხა უკვე მან განსხვავებული პრინციპებით მოგიწევს სუფთა წმინდა წყლის სპორტული ნუტრიოლოგიის მიმართულებით, გაყოლა რა ვჭამ, რატო ვჭამ, რამდენ ვჭამ. და ეგ ძალიან საინტერესო პროცესი იქნება. შენ რომ მითხრა ეხა პროცესში, კვების ნაწილში ყველაზე დიდი ჩელენჯი რა გრჩება დღემდე? ეხლა ბოლო 1 კვირის და ამ 1-2 კვირის მონაცემებით ალბათ რაოდენობრივად რა. ეხლა თან ანუ რაღაც ბევრ აქტივობას რო ვაკეთებ, ეხლა მაგალითად მაგ ბრექვესტი და ლანჩი ნაჭამი.
მაგრამ კიდე დარჩენილი მაქვს ერთი 6 საჭმელი, სადაც 2 ხემსია და ეხა რომელი საათი 6-ის ნახევარია და იმიტომ რომ იმდენი აქტივობა მიწევს რაღაც გადაღებას, ის ვარჯიში, ისა რომ ვერ ვასწრებ რა, ეხა რომ გავალ ეგრევე ჭამა უნდა დავიწყო, რომ და აღარ შეახოვნე. ეგ არის ყველაზე ესე დიდი ესე ვთქვათ პრობლემა ამ იმაში რა, რომ აღარ მინდა რა. ჩემი და მეუბნებოდა რომ იმ დღეს რაღაც შეხვედრა გქონდა 9 საათზე დავჯექით და აი რაღაც ძალიან დიდი ეს ერთი პორცია რაც იყო რა და თან ერთი წინაზე რაღაცა მსგავსი გავასწინე ჩემს და ეხლა ეს თლიანად უნდა ჭამო ერთ ჭამაზეო? მეთქი კი, ეს უნდა ჭამო და კიდე ერთი მაგ დარჩენილი შიგნით. რაო? და ვანახებ ეს დინერია. თქო, ეხლა ეს უნდა ჭამო და კიდე ის უნდა დაამატო და კი. და ეს ჭამე ძვლის, მე უკვე ის ვიყავი დაღლი, მაგრამ 45 წუთი უნდა გავსულიყავი გარეთ. მეთქი და ჩემი ადამ ჯერ გაიარეო, გადიო და მე დაბრუნდიო და კიდე ჭამოდა. მეთქი არა, ჯობია ეხა კისის დავამატო. და მე მოვინელო რა, ის მანამ დავიძინებ, იმიტომ რომ 1-2-3 საათი აღარ ვიძინებდი მე და ეგ ის არის რა, ცოტა. პროცესში სად დაგეხმარა ჩვენი კომუნიკაცია? რა ჩამოგაშორა თავიდან, რაზე ფიქრი? და მე კიდე გაიგიხო. პროცესში, ის რომ მაგალითად მე ზუსტად ვიცი რა, რამდენი რაღაცა რაოდენობრივად და რაღაცა მჭირდება, ჩემი გონებაც მშვიდად არის რა. ეგ არის მენტალური რა, პირველ რიგში მენტალური რაღაცა, რომ მე ვიცი რომ ჩემი ორგანიზმის ზუსტად იმას ვიღებ, რაც მჭირდება, რაც რაღაც მოცემული გვაქვს და რაც რაღაც ნუტრიციოლოგია ჩამოგიდა. ეს ჭამე, რომ ჩემი ყველაფერი შეივსოს. ეს ერთია რომ მენტალურად მშვიდად ავარ და მენტალურში მშვიდე ძალიან მაგარია და მეორე შედეგებში რო ისახება. შედეგებში მე მთელი ცხოვრება რაღაცა 15-დან არა 14-დან რაღაც 17 წლამდე ვიყავი ნაკრებში თამაშობდი პროფესიონალურად, დღეში რა 7 საათი ვარჯიშობდი დილით სკოლამდე, სკოლის მერე სუ ვარჯიშობდი. და მან არ ქონდა არც საკვები, რა ვჭამოთ, როგორ ვჭამოთ, არც და არაფერი არ იყო რა. და მან როგორ ბავშვები ვიფიტებოდ მართლა აი ცუდად ვიყავით მეორე დღეს აი ხელებსაც ვეღარ ვამოძრავდი და რადგან ვიცი რა არის ეს ესეთი რთული და დატვირთული ვარჯიში და ეხა რო ნახულობ რომ ვა ადრე მაგრა ვიღლებოდი ესე რომ დღესაც და ხვალად ვარჯიშობ და ზეიგას და მას ეხა რო ხვდები რომ იმის ვიღებოდ რომ სულ ვარჯიშობ ენერგია ის ენერგია სულ რო არის ძალიან მაგარია და ეს კომუნიკაციაში რო გვაქვს რომ ხშირად რო აი რავი რა შევცვალოთ რა ყოველ 3 დღეში 2-3 დღეში რო გვაქვს რომ რა შევცვალოთ რა გავაუმჯობესოთ რა მოვაკლოთ აი ეგ რაღაცები ძალიან მართლა მეხმარება იმიტომ რომ შემდეგზე უკვე სხვა პრობლემაა 3 დღის მერე რო დამირეკო სხვა რამეს გეტყვი დღეს ეხა ეს პრობლემაა და მე 3 დღის მერე კიდე სხვა მაგრამ პრობლემა რა ეს უბრალოდ ისეთია რა შემაწუხებელი ძალიან რაღაც აი რახან მეკითხები თორე შეიძლება რომ არ მკითხო გავუყვე რა უკრა გაატარო ხო არა და მნიშვნელოვანია ხო და მნიშვნელოვანი რომ ეგ რო გვაქვს იმენ იცვლება ძალიან და უკლეთ პრობლემები სულ იქნება ყველაფერში მაგრამ რა პრობლემა გაქვს ხო ყველაზე მარტივს უნდა მოეჭიდო რა რას არ გააკეთებდი შენით რა ყოფილიყავი კვებაში ანუ რა იყო ვაუ ეფექტი ახლა აქ რას ახლა აკეთებ როგორც უდგები რას არ გავაკეთებდი კვებაში კვების ნაწილში ალბათ კალორიებს არ დავითვლიდი დიდი ალბათობით და დიდი ალბათობით დაგაკლებოდა დამაკლებოდა და შევჭამდი რავი რა აი როცა მშია როცა რასაც მიჩვეული ვარ რეალურად რა მთელი ცხოვრება არ ვიცოდი ამ სპორტულ ცხოვრებაში რომ აი რო ვარჯიშობდი ეს ვიცოდი რომ მნიშვნელოვანი იყო მაგრამ რავი რა მშია და რავი რაც მომშვიდება შევჭამდი შეიძლება ფასტფუდი მაინც არ მეჭამა და გამომერიცხა მაგრამ ფასტფუდის გამორიცხვა არ ნიშნავს იმას რომ სწორ რაღაც კარგს აკეთებ რა იმიტომ რომ შეიძლება იქ ფასტფუდის გჭირდებოდეს რა ფასტფუდსაც გააჩინე მაგრამ რაღაცაში გჭირდებოდეს რა რომ კალორიულად აღესე მაგრამ მე არ ვიცოდი არც მე მეგონა ერთხელ მაგას ადრე გაკეთებული ეს კალორიული რაღაც მინდოდა რომ ცხიმი და მეკლო და რაღაც და დაახლოებით 2000 კალორიას 2000 არა 1800 კალორიას ვჭამდი და ძალიან რთული იყო რა და მე ალბათ ეგეთ რაღაცას შეიძლება უფრო ნაკლები მეჭამა ბევრად შეიძლება კი არა ალბათ 2500 კალორიას შევჭამდი ეს უხეშით რომ დავფიქრდე რა იმიტომ რომ
ერთ და იგივე მაკარონს შევჭამდი, ხორცს, აჰა. ეხა ბევრი აი ხილს არ შევჭამდი, ანუ ბოსტნეულს არ შევჭამდი. ეხა შე რომ მითხარი, ანუ ბოსტნეული საჭიროა. თან ანუ აღარ მშია და მაგრამ ბოსტნეული საჭირო როა, ანუ მაინც ვიღებ, თორე ბოსტნეულს საერთოდ ამოვიღებდი. ხილსაც რა თუ მომინდებოდა, ან თუ რაღაცა იქნებოდა სახლში კიდებოდა, 1-2 ჯერ შევჭამდი, მაგრამ ყოველდღიურობაში არ მექნებოდა რა. ან ბალანსი არ მექნებოდა დაცული რა, მექნებოდა მხოლოდ რაც ვიცი, ხორცი და კარბს რო ის მაკარონი. აი ეს ორი იქნებოდა და დანარჩენი არაფერი. სად ვერ გეხმარები პროცესში ახლა და სად გაგიხარდება თუ დაგეხმარები? იმიტომ რომ კიდე 5 თუ გოგწინ. არა, არ არის იგითი არაფერი. ჯერჯერობით რაც იმიტომ რომ რადგან ეს ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, არ არის ის რომ რაღაცა უფრო მეტად დამეხმარება, იმიტომ რომ მე ტირავი, ანუ ყოველ 2-3 დღეში რო გვაქვს ეს ჩართობი ძალიან მეხმარება რა, რომ ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანი და მაგას მე ალბათ რამდენიმე ხანში კიდე დაგისვამ. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, მე რა ვიცი რა არის პროცესში კარგი და ამასობაში ვიცი 90% კითხვების რაც უნდა დაგისვა, რომ შენ მე შენ თავს დაუსვა და შენ მე მითხრა და გამოვარკვიოთ, რომ აბა სადმე ხوار გშია მაგალითად რომელსაც შეიძლება არ დაუსვამ შენ თავს ან დაუსვამ და მეორე პლანზე ჩამოიყვან. სადღაც 10% მაინც რჩება, რაზეც არ ფიქრო პროცესში და ეგ 10%-ია ხოლმე ის, რაც გადაწყვეტს პროექტი წარმატებული იქნება თუ წარუმატებელი. იმიტომ რომ არის წერტილები, სადაც თუ ამაზე არ იფიქრე, სად გავიმარტივებდი კიდე ცხოვრებას ამ სხვა ადამიანის ჩართულობით, რა კიდე მჭირდება და რისი მოცემა შეუძლია, ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ფაზების მიხედვით განსხვავდებოდეს. შეიძლება ეხლა არის ამაზე არა, მაგრამ აქედან არ ვიცი 2 თვეში, როცა მიუხედავად იმისა, რომ ესე ძალიან კარგად მიუყვები ყვებას, ამასობაში ძალიან კარგად მიუყვები ფიზიკურ აქტივობას, შემოვიდეს ფაქტორი ერთი მოგზაურობა მოგიწიოს, გადასაღებად იყო წასული, უძილობა დაემთხვეს, ყვება ჩაგივარდეს და დაიწყება. ან და პროცესი შეიძლება მითხრა, რომ კაროჩე 3 დღეში ერთხელ მე შენ საუბრობ და გეგმავს საერთ კაია, მაგრამ აბა იქნებ ხანგამოშვებით შემაქო კიდევაც, ეხლა ძალიან მარტივი რაღაც გონები, მაგრამ ეს მარტივი რაღაც არის, რაც რამაც შეიძლება мотиваცია მოგცე და დაგიტოვოს, რომ კომუნიკაცია გავაგრძელოთ, რომ მე სწორი ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ. ანუ კომუნიკაცია საწყისი წერტილი, რომ მე ნაბიჯების სწორი გადაიდგას. და ეს არის ხოლმე ძალიან დიდი გარღვევა უმრავლესობა პროცესში. კომუნიკაციის არ დამყარება, იმიტომ რომ ერთი ადამიანი ფიქრობს, რომ კაცო მე ჩემი საქმე ვიცი, იმან თავის საქმე იცის და რაღაცას ვიზამთ. მაგრამ იმდენად ინდივიდუალურია პროცესი, დაბრკოლებები და ასე შემდგომ, რომ 80% შედეგს კი მიიღებ, ესეთი ცოდნაზე დაფუძნებული ამბით. მაგრამ ის 20% რაც არის ინდივიდუალური, მე გადაწყვეტ შენ მარათონს ბოლომდე გაირბენ, თუ ვერ გაირბენ. რომელიც ორივე მაგარი შედეგი იქნება, მაგრამ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც გინდა ბოლომდე გამოწუროს ის 20%-იც. ხო, მაგიტო ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კი, ანუ სხვადასხვა ეგ ნაწილი ძალიან დამეხმარა რა, ეს ხშირი კომუნიკაცია მაგალითად ანუ ძალიან ისეთია რა. პირველად რომ მკითხე და რაღაც მეორედ და რო შეიცვალა მართლა იგრევე რაღაც 2 დღეში უკვე სხვა კვების რაღაცაზე გადავედით, ანუ ეგ ძალიან მაგრა ის არის რა, რომ აი სუპორტი რაღაცა არის გვერდზე, ადამიანი ვინც შენთან ერთად არის რა და მოყვება მაგ იმაში და ისა შენ კითხავ რომ მოვედი შენთან დეკემბერში თუ რაღაც ნოემბერი იყო ეგრე იყო სადაც. რას ფიქრობდი, რამდენად დავიცავდი იმ დიეტას, რასაც დამიწერდი და რამდენად ზოგადად ესე იცავენ ზედმიწევნით შენთან ვინც არის. კაი კითხვა. პირველ რიგში გამიჩნდა კითხვები საერთოდ რატო ვაკეთებს ამას, მაგრამ მე კომუნიკაციებში მივხვდი რომ ეს ჩელენჯი შემც არ იყო მარტო კარგი ვიდეო გამოვიდეს. შენთვის იყო მენტალური დატესტვა და ესე ცხოვრობ. რომ მივხვდი რომ შენი ცხოვრების სტილი ეს არის, მივხვდი რომ გამოყვებოდი და მეცაც გეტყვი. ეხლა იმდენად ზედმიწევნით იცავ ყველაფერს. სადაც გამიხარდება თუ ნაკლებად ზედმიწევნით იცავ. და მაგის წერტილის დადგება მით უმეტეს მოგზაურობებისას, მაგრამ კარგია რომ ის წერტილი სადაც სტრუქტურაში ხარ, საქართველოში ხარ, იცი როდის იღვიძებ, როდის იძინებ, როდის ვარჯიშობ, მან დრო 100% იცავ, ეგ გადააზღვევს იმ დღეებს, როცა ორი კვირა გასული იქნები ქვეყნიდან ვიდეოს გადასაღებად. ეგ ძალიან კაია. ეს საწყისი ეტაპი რა ხარნა, მაგიტო, იმიტომ რომ მე ვიცი უფრო მეტი იქნება ესე. ზუსტად. ანუ იმდენად კარგად მიყვები პროცესს და ბევრ ადამიანს
ნახე როგორ რაღაცა მანდარი რისთვის ვარ მზად, ანუ რისი გასაკეთებლად ვარ მზად, რომ შედეგი მივიღო. ბევრი ადამიანი რაღაც წერტილში ნებდება, იმიტომ რომ მოლოდინები აქვს განსხვავებული. და მე და შენ პროცესში მოლოდინებზე დავიწყეთ საუბარობა, აი აქ რასელი. ანუ მთელი დღე მოგიწევს ვარჯიში, მთელი დღე ეხლა უკვე კვება გიწევს. ამიტომ მოლოდინების ნაწილი, ჩემი აზრით, შენ იმდენი რაღაც გაკეთებული ცხოვრებაში და იმდენი მტკიცებულობა გაქვს დაგროვებული, რომ შეგიძლია მანამ სანამ ვინმე ადამიანი გეყოლება, ვინც სწორად გაგისაზროს მოლოდინებს და შენ მზად იქნები მენტალურად მაგ მოლოდინებისთვის, რომ ეს 42 კილომეტრი ბოლო იქნება მტკივნეული კი არა, სულის წვას იგრძნობს შიგნიდან. იმიტომ რომ სხეულით გაბუჯდები და მთელი ამბავი ის მენტალური ამბავი იქნება, რაც შენ თქვი, ამაზე თუ ვინმე შეგამზადებს პროცესში, მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ მაგას გააკეთებ. ოღონდ მე მნიშვნელოვანია სამედიცინო პრობლემებისგან დავიცვათ თავი, არ ვიცი, თირკმლის პრობლემებისგან, სწორი ჰიდრატაცია, სწორი. ეს უკვე ცოდნის ნაწილია. მაგრამ დაცვის ნაწილში ყველაზე მეტად სადაც უჭირთ ხოლმე ადამიანებს, რის გამოც ბოლომდე ვერ მიყავთ შედეგი, არის ორი წერტილი. ერთი არასწორი მოლოდინები. და ეგ წონის კლუბის ინდუსტრიაზე რო გადმოვიტანოთ, არის 2 კვირაში 10 კილოგრამს დავიკლავთ მოლოდინი. და მეორე მოლოდინთან, არასწორ მოლოდინთან ერთად ყველაფერი ან არაფერი პრინციპი. ანუ ყველაფრის ერთად დაწყება არის მეორე მთავარი პრობლემა, რასაც ვაწყდებით. შენ დაიწყე კვების გამოსწორება და მაგაზე ფიქრი მანამდე სანამ კვებას გამოასწორებდი. სანამ ვარჯიშს დაიწყებდი. რო დაიწყე ვარჯიში პროგრესულად ზრდი. ადამიანებს ყველაფერი და შედეგი გვინდა გუშინ წინ. მით უმეტეს როცა საქმე გარეგნობას და ფიზიკურ სახება. ანუ შედეგები ძალიან უკვე ვიღაცამ კი მითხეს რა ტანზე რომ მეტყობა რაღაც შეცვლილებები, მაგრამ ჩემი აღქმით ან იმდენად რთული მიდის ეს პროცესი და უკვე ძალიან ცოტა დრო რჩება რა 5 თვე რჩება რა და იმის მაგივრად რომ ანუ რაც მეგონა რომ თავიდან რომ დავიწყე ბევრად რთული იქნება არ ყოფილა ეგრე ეხლა უფრო რთულდება და რთულდება კვების ნაწილშიც ვარჯიშის ნაწილშიც და ვარჯიშზეც და კვებაზეც მეგონა რომ თავიდანვე უკვე იმიტომ რომ ამდენ რაღაცას რო იწყებ გქონია რომ უცებ აი ახლა ყველაფერი ერთად მეყრება თავზე მაგრამ ეგ არ იყო ეგეთი რთული და ეხა უკვე კვებაშიც რაღაცები არის რაც უნდა რაღაცა უნდა ვჭამო მაგალითად ვარჯიშიც არის რომ უკვე ბეისიდან გადავდივართ შემდეგს და ეხლა რთულდება და ეხლა არის კაკრას ჯერი ერთი თვე გავიდა და 5 თვეც არ დარჩა რა უკვე 4 თვე და რაღაც 4 თვე და 2 კვირა დარჩა სავარჯიშო ის ბოლო 2 კვირა აღარ ითვლება 4 და 2 კვირა და როგორ ავიცი ანუ აი იმდენი რაღაც კიდე ნელ-ნელა მაგრამ ძალიან ნელა მიდის პროცესი ყველაფრით რა და არც ვიცი როგორ შეიძლება ანუ რო ფიქრობ ხოლმე ხა ისეთი როგორ უნდა გავაკეთო ანუ აი მაგრამ ყველაფერს ვასრულებ ანუ ეგავა რომ რასაც თუნდაც ტრენერი დამიწერს რომ ის გამდენი ირბინა ანუ ვაკეთებ რა არ ვაკლებ მაგრამ უფრო და უფრო ნელა მიდის პროცესი და დრო ცოტაა ეგ ზოგადად შეჯიბრში კი არა ცხოვრებაში ეგრე ხდება რაღაც ნელა მიდის და მალე მინდა კი არა ცოტა დრო მაქვს მაგრამ მნიშვნელოვანია რომ სწორად აკეთებ ოღონდ იცოდე რომ გამარტივდება სად გამარტივდება ოღონდ ფიზიკურ აქტივობაში არ გამარტივდება უბრალოდ რუტინას მიეჩვევი ცოტა ხანში კიდე უფრო მეტად ნახე რაღაც ნაწილი მაგალითად ჩვენ შორის კომუნიკაცია კიდე უფრო გამარტივდება იმიტომ რომ ერთმანეთის ენა გავიგეთ სალაპარაკო სტილი გავიგეთ და კიდე უფრო სწრაფად მოხდება ცვლილება ანუ პრობლემის დაიდენტიფიცირება ეხა თუ გჭირდება ზარზე 20 წუთი მე იქნება გიგირაშვილი როგორ ხარ ეს პრობლემა გავიგე შევცვალეთ ანუ ეგ ნაწილი გამარტივდება მაგრამ ფიზიკურად რა ძალისხმევაც მოგიწევს არ შეიცვლება კი არა და მოიმატებს ალბათ სიუშხებს რო იღებ ყოველდღიურად აბაზანაში რო წვავი ხო იგივენაირად გტკივა მენტალურად უკვე შევეჩვიე რა აი ეგ ნაწილია ანუ ამადრე რომ ვემზადებოდი დიდხანს ეხა იმენა უცებ წავიდეთ თან ხო ვიღებ ყოველთვის წავიდეთ გადავიღეთ ჩარტე კამერა ანუ აღარ ამაქვს ეგ ის ზუსტად მაგრამ ტკივილი და სიცივის განცდა არსად მიდის კი აი იგივე პროცესი ეხლა მაგრამ მზად ხო რა მზად მაგრამ მზად ხარ იმიტომ რომ შეეგუე და იმიტომ რომ იცი რომ შეგიძლია ეგ შვება გექნება და ეგ შვება მნიშვნელოვანი იქნება იმიტომ რომ მართლა არ დარჩა ბევრი დრო ხო სხვა შორის ერთ-ერთი ნუ ჩვენ ვარჯიში ინტენსიური ფაზა უკვე იწყება აპრილში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სადაც სხვა შორის იანვარში დაგეგმილი რაც ქონდა მოგზაურობა ამოვიღეთ ანუ ძალიან რთულია პარალელურად ესეთ რაღაცას რო აკეთებ პარალელურად სხვა ანუ ძალიან ბევრი რაღაც მაინც ვაკეთებთ რა გუნდში რაღაც ძველი ვიდეოები ახალი ვიდეოები რა გავაკეთეთ როგორ გავაკეთეთ მაგრამ
ბევრი რაღაცა ამოვარდა. და იმიტომ რომ იმდენად ცოტა დრო მრჩება, რომ ვერ ვასწრებ და ვერ ვფიქრობ რა გავაკეთო. თუნდაც ის რომ მე ყოველდღე მუშაობ, ყოველ დღე გამოდის რომ ვარჯიში და მე მუშაობ. ხალხი რომ შაბათ-კვირას რაღაც ჩემთან რომ მოდის ოფისში რომ მივდივარ და რაღაცა, მე უკვე ოფისში ვარ და რომ მიდიან იქა ვარ ისევ და აი ეგ არის კიდე ყველაზე რთული პროცესი ბიზნესი, entrepreneurship-ი და პლუს ჯანსაღი ცხოვრება რა. და ეს ყველაფერი ერთად რომ უნდა გავაკეთო. აი მანდ მიდის გაჭედვები და მაგალითად იანვარში ამოვიღეთ მოგზაურობა, თებერვალში რაც ქონდა დაგეგმილი რომ ერთი კვირა წავსულიყავ სადღაც ვერ ხერხდება ფიზიკურად, იმიტომ რომ მენტალურად იმისთვის რომ მე რაღაც აი ფიქრობ რომ მზად არა ვარ იმაზე რომ ეს ყველაფერი დღეში 5-6 საათი პლუს გავაკეთო რა და პლუს გადავიღო და პლუს დავამონტაჟო და ან ბევრი რაღაცა ხდება და ამიტომაც თებერვალში შეიცვალა გეგმები და მაგრამ უკვე მგონია რომ აი მარტში უკვე 75 hard-ს მორჩება უკვე სხვა ეტაპზე გადავდივართ და ამიტომაც აი ეგ ბალანსი ჯანსაღი ცხოვრება პლუს აქ საქმე რო გაქვს ძალიან ისეთია რა. და მე ბევრ რამეს მოჭედილი ვარ, კიდე სხვა არის. ანუ 3 ვიდეოს, 4 ვიდეოს ვიღებ პარალელურად, მაგრამ ეგეც ართულებს სიტუაციას. როგორ გაგრძელდება შენი ცხოვრება ვარჯიშის და კვების ნაწილში, როცა გაირბენ Ironman-ს? ხელშორის რატომაც დავიწყე Ironman-ი და რატომაც ავირჩიე ბევრად, ეხლა მე ავირჩიე კვებითაც, თუნდაც ბევრად კრიტიკული გზა რა, ანუ ზოგი ხო არის, ანუ cheat day ხო შეიძლება, ან ხო აქვთ რომ აი ერთი თვე, ერთი რაღაც კვირაში ერთი დღე ან რაღაც. ეს იმდენად კრიტიკულია მარტამდე მაინც რომ მინდა რომ ეს იყოს ჩემი ყოველდღიურობა რაღაც ნაწილში რა, მაგრამ არ ვიცი როგორ განვითარდება. თან ვფიქრობ რომ ანუ ეს 6 თვე რომ მორჩება, მე ავიშვებ და აი всё მორჩა, ანუ რაღაცა თუ ეს ჰაბიტები შემომრჩება რა, ანუ ეს კარგი რაღაც ჩვევები რაც ამაკ და მე ვფიქრობ 6 თვე იმდენია რომ სავარაუდოდ ყველა ასპექტი შემორჩება და აი კვების ნაწილში შუათაშორის აი მაგასაც ვფიქრობ რა, თან ის რომ არ მინდა რომ ვიყო რომელიც სულ ითვლის კალორიებს და თან ისიც არ მინდა რომ არ ვაკონტროლო. ალბათ მანდ უკვე ჭკვიანურია ის როგორც თქვი რა, გონებრივად რო წვიდო რა ვჭამო რა არ ვჭამო. კაი, რა გინდომებოდა რომ მოხდეს? აი, წარმოვიდგინე, გათენდა დღე ერთი კვირა გავიდა ტრიათლონის მერე, ჯანმრთელად ხარ ბედნიერ ხარ, მიზანი შესრულებულია, ამ დატვირთვას ფიზიკური აქტივობით და კვების ნაწილში. ამ დატვირთვას ატოვებდი, შენ მეუბნები მინიმუმ 9-ვარს მაინც 25%, იმიტომ რომ ძალიან აქ ფიზიკურად აქტიური ხარ. წარმოვიდგინე, არ გიწევდეს 4000 კალორიის ჭამა, გიწევდეს ჯანსაღი 2200 კალორიის ჭამა. არ გიწევდეს დღეში 3-ჯერ ვარჯიში, გიწევდეს დღეში ერთი ფიზიკური აქტივობა. ეს გინდომებოდა რომ დარჩენილი იყო შენ ცხოვრებაში? კი ალბათ. იმიტომ რომ დღეში მე ბევრ რაღაცას ხვდები ამ მომენტში, ხვდები რომ რა მაბედნიერებს, აი ვარჯიში ხვდები რომ მაგრამ მაბედნიერებს რა, იმის მიხედავთ რომ იქ ძალიან არ მიყვარს სირბილი და არ მიყვარს ისა. ანუ მან ხვდები რომ იმ მომენტში ვცხოვრობ, მართლა რომ ვარჯიშობ და ის ერთ საათი ისე მაბედნიერებს რომ აუცილებლად უნდა იყოს რა და კვების ნაწილს სხვათა შორის ძალიან საინტერესო ფაქტი ის არის რომ მე რატომღაც მაკარონი თუნდაც მეგონა ცუდია რა, ანუ აი მე მაკარონს ვიღებდი ხოლმე და იმ რაღაც მქონია ეგეთი ცომი ამოვიღე ერთი და რაღაც ის ამოვიღე და ეხა შენთან ერთად მან ხვდები რომ არ არის რა, იქ ყველაფერი გჭირდება ცოტა და სწორედ მიიღო და ეგ მაგრა დამეხმარება ზოგადად მომავალშიც ეგრე რომ გავაკეთო რომ უკვე აი ვიცი რომ ეს მაკარონი არ არის ანუ თავარია რამდენ შეჭამ, რამდენს როგორ შეჭამ და რაღაცა რა, იმიტომ რომ მიყვარს მაკარონი, სულ შემილია ვჭამო და რა გითხარი ეგ შენ ჩამის უკიდევაც მაკარონი ისა რა ქვია ყველიც და ავოკადო რაც მიყვარს მართლა ყველაფერი მაქვს რა. შეიცვლება სტრატეგია, მაგრამ ეს იმიტომ კითხე რომ იცოდე, როცა მორჩება ტრიათლონი, მე და შენ კომუნიკაციას გავაგზავნებთ იმ წერტილამდე, სანამ არ მიტყვი რომ აი ხა ჩემ ყოველდღიურობაში როგორც უყურები, მაკმაყოფილებს და კარგია. და ვერ წარმოვიდგინე რამდენად მარტივი იქნება ეგ ნაწილი, სადაც იტყვი რომ რა მარტივი ყოფილა ეს დაუცველი ჯანსაღი ყვება, იმის ფონზე რაც ახლა შენ აკეთებ. მაგიტომ ეგ შეძლებადია და ძალიან ჯერა რომ ეს 6 თვე შენთვის იქნება წერტილი რის მერეც
რეალურად ბალანსზე რო გადახვალ, A მარტივი იქნება და B ის არის რის გაკეთებასაც გააგრძელებ და გექნება ახალი ხელსაწყო მოკლედ რა. გექნება ჩიტები, გადახვევები. მაგრამ ეგ როგორ უნდა იმასკდა რომ აი რა 2200 კალორია ეგ როგორ უნდა გათვალო დაახლოებით უნდა იცოდე? პორციის კონტროლი, პორციის ზომები. წარმოვიდგინე მურჩა ჩელენჯი, მაგის მერე კალორიულად პორციები დავთვალეთ, მაგ პორციებს მიყევი 3 კვირა და 3 კვირაში უკვე შეინიცი რომ თეფშნახევარი მაკარონი პლუს ხორცი და პლუს დილით რეპი, რომელიც არის ჩემი ხელის სიგრძე და ამასობაში 2 ხემსი, რომელიც არის 1 ამხელა ვაშლი, ანუ პორციის კონტროლზე გადადიხარ და გაცნობიერებულ კვებაზე რაც შენ თქვი რომ ემოციურ კონტროლზე, ვიდრე კალორიების თვალზე. და ეგ წერტილი ძალიან მარტივი იქნება. ოღონდ ეხა თუ ჭამ ტახნახევარს, ანუ ერთ ტახს და ნახევარს იქნება. ხო, იქ უნდა ნახევარი ტახი. ხო. და ოღონდ მაგას დაჭირდება რაღაც პერიოდი და მე მიხვალ წერტილს, სადაც უკვე შეგრძნების დონით აი დავნაყდი. და ამასობაში პორციული კონტროლით ამან ხელის წესი შემოდის, რომელსაც ხარ ვაკეთებთ, იმიტომ რომ შენ გაწერილი გაქვს ყველაფერი. იქ გაწერილი არ გექნება, იქნება რა არჩევანი უნდა გავაკეთო. ანუ იქ ცოტა ცვლის თამაშის წესებს, მაგრამ მაინც ჯანსაღყვების სისტემაში ვრჩებით და იმიტომ რომ ამხელა როცა დრაკონი გექნება მოკლული, გეყოლება, მე უფრო მარტივი იქნება პატარა დრაკონების რაც არის ჯანსაღყვების ნაწილში მოკლა. იმიტომ რომ რაც არ მინდა რომ გააკეთო და აღარ გააკეთებ, არის რომ დაბრუნებოდი შენ ძველ წარმოდგენებს რა გეგონებოდა რომ ჯანსაღი იქნებოდა. ანუ ვარჯიშს თუ დაიწყებდი მაკარონსაც ამოიღებდი და მე სადღაც გაჭედავდი და მე დაანებებდი თავს, იმიტომ რომ მაკარონი გიყვარს ამასობაში. და ეგ არ არის საჭირო რა პროცესში. შეიძლება სტრატეგიები, მაგრამ ეგ წერტილი ძალიან მარტივად მიღწევადია. სხვადასხვა ჩემი აი ეს ჯანსაღი ცხოვრება, ვფიქრობ აი ეს 6 თვის მერე რა მოხდება, ძალიან დამოკიდებულია. ეხა 6 თვე ალკოჰოლს არ მივიღებ რა და აი ალკოჰოლი ძალიან ბევრ რამეს თვლის რა და მან და არ ვიცი მაგ კუთხით როგორ წავალ. ზოგადად ვცდილობ რომ რაღაცა რაც აი მთელი 5 წელია, ბოლო 5 წელია რომ ანუ მევასება ალკოჰოლი, მაგრამ იმიტომ არ ვიღებ რომ რა ქვია დავივიწყო პრობლემები, ანუ უბრალოდ გაცნობიერებულად მინდა რომ რაღაც პარასკევს რომ მეძინება, აღარ რაღაც ხოზე ვიყო რა. მაგრამ აი ეგ არ ვიცი როგორ შეიცვლება და ჩემი აზრით აი ეგ 6 თვე რო არ დავლევ ალკოჰოლს, ეგ როგორ გააგრძელდება და ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. ეგ თუ გაგრძელდება რაღაცა აი ალკოჰოლი ამდენი ხანი არ დამილევი და მოდი დავლევ ხა ეგ ამირევს ჭამასაც, ვარჯიშსაც და ყველაფერსაც. და აი მანდ ფიქრობ როგორ გავაკეთო. და თან ისიც ვიცი ხოლმე რა რომ ამობ რომ აი კაი მაგალითად კვირაში ერთზე მეც არ დავლევ რა. თუ არ არის დასალევი პონტი, მაინც შეიძლება გამოვნახო, იმიტომ რომ ის თქვი რა რომ მე ერთი უნდა იყოს და ეგ არ ვიცი როგორ განვითარდება. შენ ხარ ადამიანი, ვინც აკეთებს იმას, რასაც იტყვის. კი. და მაშინ მან თავარია რას იტყვი. კი. ანუ სწორ რაღაცას თუ დაუსახავ შენ თავს, უეჭველი გააკეთებ, ოღონდ მან თავარია სწორ რაღაც დაუსახო. და იქ ძალიან დიდი. და იქნება შენ ეს სწორი ის აი ამ ესეთი ჩელენჯის მერე. 2-4 ულუფა ალკოჰოლი კვირაში მაქსიმუმ. და პლუს ჩანსაღი ყველაფერი ულუფა. ეს ულუფა არის ერთი ბოკალი ღვინო, ერთი სავსე ლუდი, ერთი შოთი სპირიტი, რაც არის მყარისასმელი. გარდა მათ რო. ან და მეტი. ნახე მე მანდ არ უკვე ბალანსის ამბავი. და ნახე რაც არ უნდა დაუთქვა შენ თავს არის ან ერთს დავლევ, ან საერთოდ არ დავლევ, ან ყველას დავლევ. აი ეგ ყველაფერი ნერაფერი პრინციპი არის ხოლმე ჯანსაღყვებაში დამაზიანებელი. ანუ ან მაკარონს შევჭამ კილოგრამ ნახევარს, ან საერთოდ არ შევჭამ. ხო. აი მაგის ბალანსში თუ შევძლებ რომ მოვიყვანოთ და მან მე ბალანსი შეიძლება იყოს რომ ამ 4 კვირაში 1 კვირა იყოს ისეთი, სადაც ალკოჰოლის ლიმიტს არ გააკონტროლებ. ხო. და 3 კვირა იყოს ისეთი, სადაც ლიმიტში ჩაჯდები. ოკეი, საინტერესო ისე. და მე ალკოჰოლის მე შენ თქვი რომ ყველაფერი ფუჭდება. ანუ ფუჭდება ძილი, მე ფუჭდება კვება, ფუჭდება ფიზიკური აქტივობა. და მან სტრატეგიები არსებობს ალკოჰოლის მეორე დღეს როგორ უნდა დაბრუნდება მალე მარტივად იმ განცდაში. იმიტომ რომ რეალურად 7 დღიდან შენ თუ 6 დღე ყველაფერს გააკეთებ 90%-ზე წინ ხარ. ხო. ბევრი პროცენტი ხარ მთელი კვირის განმავლობაში. მანდაც რწმენა წარმოდგენების ნაწილია და სწორი ნუტრიენტული მიდგომა ალკოჰოლის მიღების მეორე დღეს რა ვშვები. რომ მარტივად მოვიხოდო ძველ რუტინაში. და ეგ მიხლევადია. აი, გავიგე რა ზოგადად სამუშაო იმის მერე. არა, ხო, საინტერესო იქნება რა, როგორ გაგრძელდება. კი, საინტერესო იქნება ძალიან. იმიტომ რომ აი ის ვიცი რა, აშვება ვიცი ხოლმე, რომ აი кайფსო. ეხლა ჩემ თავს ვაძლევ ყველაფერს. მაგრამ სავარაუდოდ ეგ იქნება ნაწილი ამ ეგ პროცესის ნაწილია. ანუ ვიტყვი რომ 1-2 კვირა, всё, მკიდია და მე ისევ ალბათ და ეგ და მაყურებელსაც ვიტყვი რომ რატო არის მაგარი რაიმეს პროფესიონალი რო ყავს რა, ანუ რაღაცაში პროფესიონალი რო ყავს, ანუ ვიღაცა
გიყურებს, გაკონტროლებს, ანუ თუ თქვენი თავის იმედი არ გაქვთ რომ მაგას გააკეთებთ, ეგ არის მაგარი რა, რომ აი ხანდახან ეხა მე ეგრე არა ვარ, მაგრამ აი მაინც შენთან ერთად რო ვაკეთებ, ანუ პასუხისმგებლობა მაქვს რა და მარტო რო ვაკეთებ, მაგიტომაც აი თუნდაც სავარჯიშოდაც რო დადიხე, იქ ვიღაცა პროფესიონალი რო არის იმასთან გიჩნდება ვალდებულება და ძალიან მაგარი ის არის გრძნობა რომ აი ხო რა ვალდებული ვარ რა გავაკეთო ესეთი და მე თუ რაღაცას დაარღვა მაგასაც ეუნები რომ აი ესე მოხდა და სხვათა შორის აი ჩამოყალიბებაში გეხმარება ჩვევებში და ანუ ეგ არის ძალიან მაგარი იმიტომ რომ თუნდაც ერთი რაღაც 6 თვე დავუშვათ რომ ცადო ბევრად წინ ახარ ვიდრე სხვა ადამიანები ჭამის ხრივ იმის ხრივ ან ბევრად მეტი იცი უცებ რა რაც მნიშვნელოვანია ჭამა ყველაზე მნიშვნელოვანია რა და სხვათა შორის აი ევროპაში რო ავიღოთ ძალიან კარგ ფორმაშიც არიან და ის იმიტომ რომ იციან ბევრი რაღაცა რა ჭამონ როგორ ჭამონ რანაირად და ბევრად წინ არიან ჩვენზე ბევრად მან ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალური დახმარება ოღონდ მან სწორი პროფესიონალია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ გადაიჭეხოს თავი და შენს გადაგიყოლოს. მაგრამ იცოდე მაინც რომ პროცესში წამყვანი ხარ შენ. ანუ ეს არაფერი იქნებოდა ჩვენი კომუნიკაცია, შენ რო არ იყო წამყვანი პროცესში. ის 20% გიმატებს ადამიანი, ვინც მიგიყვება გზაზე, მაგრამ 80% ხარ შენ თლიანად. და მე ძალიან ამაყი ვარ, ეხლა რა პროცესს გადიხარ, რა შედეგებიც გაქვს, რა გექნება. და მე ზაფხულში მთელი საქართველო იმაყებს, რომ აირონმენი იქნება პლუს გარბენილი ერთ ქართულს. ამიტომ სუპერ. ყველაფერი წინ არის. შეკების მეტი არაფერი მაქვს შენ მიმართა იგარი ხარ. მადლობა რომ ესეც იმაში გვერდში მიდგა ხარ და მე ის არის რა ქვია იქ რო ვირმენ მთელი ეს სტრესი მექნება რა თორე მიყურებს ახლა რო დავეწერას მე საერთოდ არ გაგახსენები და ეგრეც არის შენ რა არ გავჩვენეიცადი რაზე ვიფიქრო ნაუშნიკი მე არ მეკეთება ანუ არ შეიძლება და აი ჩვენიცადი რაზე უნდა იფიქრო ყველაფერზე ვიფიქრებ ალბათ ჩვენი პირველი დღის საუბარს გავიხსენებ კარგია ჩვენიერი